მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე გახლავართ ნანა ლომიძე, მეგა კომპანია ლივგუდის ოფიციალური პარტნიორი და საქართველოს გუნდის მთავარი სპონსორი. ახლა თქვენს წინაშე რაც ისქროლება, ეს არის ანოტაცია და ინფორმაცია USDA-ის სერტიფიკატზე. სადაც აღწერილია თუ რას წარმოადგენს ეს სერტიფიკატი, რომელ ქვეყნებშია ის ფუნქციონირებადი და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. USDA-ის ორგანიკის ნიშანი მიუთითებს, რომ პროდუქტის შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტროს USDA-ის ორგანული სტანდარტების მოთხოვნებს. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი წარმოებულია მკაცრი წესების დაცვით, რომლებიც შეეხება მეურნეობის წარმოების მეთოდებს, გამომუშავებასა და შეფუთვას, გარემოს დაცვისა და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. USDA-ის ორგანიკის სტანდარტი ძალაშია როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ექსპორტისა და იმპორტის პროდუქციისთვის. დეტალურად USDA-ის ორგანიკის სტანდარტის შესახებ. რას ნიშნავს USDA-ის ორგანიკის ნიშანი? გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი შეესაბამება ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ ორგანულ პროგრამას. მოთხოვნები. სტანდარტი მოიცავს მოთხოვნებს ორგანული პროდუქციის მოყვანის, გადამუშავების, ტრანსპორტირების და რეალიზაციის პროცესებზე. ასევე მკაცრად გრძელავს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების, GMO, პესტიციდების, სინთეზური სასუქების, ანტიბიოტიკებისა და ზრდის ჰორმონების გამოყენებას. სერტიფიცირების დონეები 100%-იანი ორგანიკ პროდუქტის ყველა ინგრედიენტი ორგანულია. ორგანიკ არანაკლებ 95% ინგრედიენტებისა არის ორგანული. არანაკლებ 70%-იანი ინგრედიენტებისა არის ორგანული. ამ შემთხვევაში USDA-ის ნიშანი არ თავსდება, თუმცა მწარმოებელი ვალდებულია მიუთითოს ორგანული ინგრედიენტების პროცენტული შემცველობის შესახებ. მოქმედება შეერთებულ შტატებს ფარგლებს გარეთ. USDA-ის ორგანიკის სტანდარტი ვრცელდება არა მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე, არამედ საერთაშორისო ვაჭრობაშიც, რაც უზრუნველყოფს დობას და ორგანული პროდუქციის მიმართ, როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის დროს. ძვირფასო მეგობრებო, აქ როგორც ხედავთ, ასქროლილია უკვე GMP-ის სერტიფიკატის ანოტაცია, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ჩვენ ამ სერტიფიკატის შესახებ თუ რა მნიშვნელობისაა და ყველამ ვიცით, რომ ეს უმნიშვნელოვანესი, უშველებელი, ძალიან ძლიერი, მაღალი რანგის სერტიფიკატები ფუნქციონირებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. სწორედ ამის გამო მოვისურვე აი ამ ინფორმაციის დადება, რომ ყველა მიცოდეთ რა სერტიფიკატებს ფლობს კომპანია, მეგა კომპანია ლივგუდი. რა არის GMP-ის სერტიფიკატი? ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საწარმოო ობიექტისა და წარმოებული პროდუქციის შესაბამისობას GMP-ის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან. GMP-ის სერტიფიკატი გარანტიას იძლევა, რომ მედიკამენტები, კვების პროდუქტები, კოსმეტიკა და სხვა საქონელი იწარმოება მაღალი ხარისხის სტანდარტების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას. ეს სერტიფიკატი მნიშვნელოვანია, რადგან იგი ადასტურებს როგორც მწარმოებლის სანდოობას, ისე პროდუქციის ხარისხს, რაც ზრდის მომხმარებელთა და პარტნიორთან დობას. რა არის GMP? GMP ეს არის წესებისა და მოთხოვნების სისტემა წარმოების მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას. ეს წესები ეხება არა მხოლოდ უშუალოდ საწარმოო პროცესებს, არამედ სამუშაო გარემოს, გამოყენებულ აღჭურვილობას, პერსონალის კვალიფიკაციასა და დოკუმენტაციის მართვასაც. GMP-ის სერტიფიკატი არის ხარისხისა და საიმედოობის გარანტია, რომელიც თანამშრომლობისას აძლიერებს ნდობას სხვა კომპანიების მხრიდან. როგორ გამოიყურება ის? GMP-ის სერტიფიკატი როგორც წესი შეიცავს აკრედიტებული ორგანოს ლოგოტიპს, ინფორმაციას კომპანიასა და წარმოების ადგილმდებარეობის შესახებ, სერტიფიკატის მოქმედების ვადას ჩვეულებრივ 3 წელი, ბმულს GMP-ის სერტიფიკატების საერთაშორისო რეესტრზე. ჩვეულებრივ GMP-ის სერტიფიკატი გაიცემა 3 წლით, თუმცა ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნისა
და გამცემი ორგანოს მიხედვით. სერტიფიკატის მოქმედების პერიოდში საწარმოში ტარდება ინსპექციური კონტროლი, რათა დადასტურდეს GMP-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ეს სერტიფიკატი ნიშნავს, რომ პროდუქტი იწარმოება არა უბრალოდ კარგად, არამედ მკაცრად განსაზღვრული გლობალურად აღიარებული წესების დაცვით, რომლებიც უზრუნველყოფს ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტიანობის მაქსიმალურ დონეს. GMP-ის სერტიფიკატი გარანტიას იძლევა, რომ მედიკამენტები, კვების პროდუქტები, კოსმეტიკა და სხვა საქონელი იწარმოება ისეთი სტანდარტებით, რომლებიც მიღებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ეს სერტიფიკატი არის სანდოობის, პროფესიონალიზმის და მაღალი რეპუტაციის ბეჭედი. ის ზრდის ნდობას როგორც მომხმარებლების, ისე პარტნიორების მხრიდან და ხსნის კარს საერთაშორისო ბაზრებზე. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთი ინფორმაცია, დამატებითი ინფორმაცია მინდა წარგედგინოთ USDA-ის სერტიფიკატთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული წყაროებიდან, რომლებიც არიან საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა, შეერთებული შტატების ევროკავშირის ოფიციალური ორმხრივი შეთანხმება ორგანულობაზე, ეკვივალენცე arrangement-ი, საბაჟო და სურსათის უსაფრთხოების ფაქტი, რომ პროდუქტი უკვე თავისუფლად მოძრაობს ევროკავშირში, ამას ადასტურებენ ევროლექსი, ანუ ევროკომისია 2018 წლის ნომრით 858. ასევე წყარო USDA European Union Organic Equivalence და ასევე ეს ლინკები, რომელიც აქ არის მითითებული, სადაც დეტალურად არის აღწერილი და ასევე ამ კანონის მიხედვით ეს ორმხრივი შეთანხმება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების Organic Equivalence Arrangement-ის თანახმად. ახლა მოგიკითხავთ თავად ინფორმაციას. USDA-ის ორგანიკი არის მსოფლიო სტანდარტის ტოპ სერტიფიკატი. USDA-ის ორგანიკ სერტიფიკატი ეს არ არის რაიმე შიდა ადგილობრივი ლოგო. ეს არის შეერთებული შტატების სასოფლო-სამეურნეო დეპარტამენტის მიერ გაცემული ოფიციალური სერტიფიკატი, რომელიც სავალდებულოდ შეესაბამება არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ FAO WHO კოდექს ალიმენტარიუსის საერთაშორისო ორგანულ სტანდარტებს. ევროკავშირის რეგულაციები აღიარებს USDA-ის სერტიფიკატს როგორც ეკვივალენტურს ევროკავშირის ორგანიკ სტანდარტთან. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის მიხედვით, ევროკომისიის დადგენილება, რომელიც თარიღდებოდა 2008 წლის ნომერი 1235 შეიცვალა ახალი დადგენილებით, რაც დადასტურდა 2018 წელს ნომრით 858. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი, რომელიც არის USDA-ის ორგანიკით სერტიფიცირებული, 100%-ით შეესაბამება ევროკავშირის ორგანულ სტანდარტს იმპორტის შემთხვევაში. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა, ევროკომისიის დადგენილება 2008 წლის 1235 ნომრით და ევროკავშირის ასევე ახალი დადგენილება, ევროკომისიის ახალი დადგენილება 2018 წლის 858 ნომერი. მეორე შეერთებული შტატების და ევროკავშირის ოფიციალური ორმხრივი შეთანხმება ორგანულობაზე, ეკვივალენცე arrangement. და საბაჟო და სურსათის უსაფრთხოების ფაქტი, რომ პროდუქტი უკვე თავისუფლად მოძრაობს ევროკავშირში. მე წეღანეს ამოგიკითხეთ და ეხლა გავმეორდი უბრალოდ, რომ უფრო მეტად იყოს თქვენთვის ცნობილი და დადასტურებული და გასაგები. ლივგუდის ორგანული პროდუქტები სერტიფიცირებულია USDA-ის ორგანიკის სტანდარტით. ეს არის შეერთებული შტატების სასოფლო-სამეურნეო დეპარტამენტის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც აკმაყოფილებს FAO-WHO კოდექს ელიმენტარიუსის საერთაშორისო ორგანულ სტანდარტებს. ევროკავშირის რეგულაცია ევროკომისიის 2008 წლის 1235 ნომრით და ახალი ორგანული რეგულაცია ევროკომისიის 2018 წლის 858 ნომრის მიხედვით პირდაპირ განსაზღვრავს, რომ გარკვეული მესამე ქვეყნის ორგანული სერტიფიკატები აღიარებულია ეკვივალენტურად ამ სიაში შეერთებული შტატების USDA-ის ორგანიკი ოფიციალურად შეტანილია. ამ ინფორმაციის წყაროა, როგორც გითხარით, ევროლექსი,
და ევროკომისია 2018-848. ორხრივი შეთანხმება შეერთებული შტატების და ევროკავშირის ორგანულობაზე 2012 წლიდან მოქმედებს ევროკავშირის და შეერთებული შტატების ორგანიკ ეკვივალენცე ერეჯმენტი, რომლის მიხედვითაც USDA ორგანის სერტიფიცირებული პროდუქცია შეიძლება გაყიდულ იქნას ევროკავშირის როგორც ორგანული დამატებითი სერტიფიკაციის გარეშე, თუ აკმაყოფილებს 100%-იან ტექნიკურ პირობებს, მაგალითად ეთიკეტირება და აკრძალული ნივთიერებების არარსებობა. ეს შეთანხმება მოქმედებს ორივე მიმართულებით. ევროკავშირის ორგანიკ პროდუქცია იყიდება შეერთებულ შტატებში, ხოლო USDA-ის ორგანიკ ევროკავშირში. წყარო European Union Organic Equivalence. ლივგუდის პროდუქტი ნაწილდება ევროკავშირის შიგნით გერმანიის საწყობიდან. რაც ნიშნავს, რომ მას უკვე გავლილი აქვს ევროკავშირის საბაჟო და სურსათის უსაფრთხოების კონტროლი. თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს ევროკავშირის რეგულაციებს, ის უბრალოდ ვერ შევა ვერც გერმანიაში და ვერც სხვა ევროკავშირის ქვეყნებში გაიგზავნება. ეს არის პრაქტიკული და ოფიციალური მტკიცებულება შესაბამისობისა. ევროკავშირის ორგანიკ ლოგოს გამოყენება სავალდებულო არ არის იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი იყიდება პირდაპირ მომხმარებელზე და მას უკვე აქვს სხვა აღიარებული ორგანული სერტიფიკატი USDA-ის ორგანიკ. ევროკავშირის ლოგოს დამატება არის კომპანიის არჩევანი და მხოლოდ ეთიკეტირების პროცესთან არის დაკავშირებული. ეს არანაირად არ ეხება პროდუქტის ორგანულობას. ლივგუდის ორგანული პროდუქტები სერტიფიცირებულია USDA-ის ორგანიკის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებით, რომელიც ციფრებით წეღან დავასახელი, აღიარებულია ევროკავშირის ორგანიკის ეკვივალენტურ სტანდარტად. ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიკ ეკვივალენცე ერეჯმენტის თანახმად ასეთი პროდუქტი კანონიერად შეიძლება იყიდებოდეს ევროკავშირში ორგანულობის დასტურით დამატებითი სერტიფიკაციის გარეშე. პროდუქტი უკვე გადის ევროკავშირის საბაჟო და სურსათის კონტროლს, ნაწილდება გერმანიიდან და იგზავნება ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ევროკავშირის ლოგოს არ ქონა დაკავშირებულია მხოლოდ ეთიკეტირების არჩევანთან და არ უკავშირდება პროდუქტის ორგანულობის ხარისხს. აი ეს იყო ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორისთვის, ვინც ლივგუთში მოღვაწეობს, იმიტომ რომ ეს არის 100%-იანი ძალიან სერიოზული წყაროებიდან ამოღებული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია ლივგუთს ამ სერტიფიკატით თუ გსურთ GMP სერტიფიკატები და თუ გსურთ USDA სერტიფიკატებით თავისუფლად შეუძლია გაიტანოს თავისი პროდუქტი და გაყიდოს თავისი პროდუქტი პირდაპირ მომხმარებელზე, რადგან ეს ყველაფერი ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით და მსოფლიო სტანდარტების მიხედვით აბსოლუტურად და 100%-ით დაშვებულია. მადლობა ყურადღებისთვის, მე ვფიქრობ, სასარგებლო იყო თქვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია. გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას ამ საოცარ, ლეგალურ, პოზიტიურ, კეთილშობილურ, გამჭვირვალე და ძალიან ძლიერ კომპანიასთან ერთად გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ახლა თქვენს წინაშე წარდგება ბატონი რაიან გუტკინი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლივგუდის პროდუქტის გავითარების დირექტორი, პალმ ბიჩის ატლანტიკური უნივერსიტეტის ფარმაციის დოქტორის ხარისხისა და ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და კვების ხარისხის მფლობელი. თუ ორგანის არ ყოფნის აუცილებელი საკვები ნივთიერებები, იწყება დარღვევები. ასე დროს ადამიანები მიმართავენ ერთადერთ საშუალებას, რომელსაც მათ სადაზღვევო პაკეტი ფარავს, ექიმების მიერ დანიშნულ ალოპათიურ პრეპარატებს. სამწუხაროდ, ბევრ ექიმს არ აქვს ცოდნა სწორი კვების შესახებ. მათ არ სწამთ, რომ ორგანიზმს შეუძლია თვითგანკურნება. ამიტომ პირველივე ნაბიჯად გინიშნავენ წამალს, რომელიც წყვეტს მხოლოდ სიმპტომს, მაგრამ არა პრობლემის ნამდვილ მიზეზს. ამ
დროს წამალი მიუხედავად მისი დროებითი ეფექტისა ანადგურებს ორგანიზმში არსებულ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. ნახევარი წლის ან 1 წლის შემდეგ ის წყვეტს მოქმედებას, ან სჭირდება გაძლიერება. შედეგად გაძლევენ მეორე და მესამე წამალს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ორგანიზმს. საბოლოოდ საქმე მიდის ოპერაციამდე, რომლის შედეგადაც ჩნდება მეორადი ინფექცია. ინიშნება ახალი პრეპარატები და ჯაჭვი გრძელდება, სანამ საბოლოოდ არ ჩერდება ადამიანის სიცოცხლე. შემდეგ ახლობლები დიდი მწუხარების ფონზე შენს ხსოვნისთვის აწყობენ საქველმოქმედო სარბენს, აგროვებენ ფულს კუჭის კიბოს გამოსაკვლევად და ისევ იმავე სისტემას გადასცემენ ამ თანხას იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიდანვე მიგიყვანეს ამ მდგომარეობამდე. ეს არის წამლებით გამოწვეული საკვები ნივთიერებების დეფიციტი, სერიოზული პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ამერიკაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში. 60-ზე მეტი მოსახლეობა რეგულარულად იღებს რეცეპტურ პრეპარატებს. ეს ნიშნავს, რომ წამალი ორგანიზმს აცლის აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და სხვა საკვებ ელემენტებს. ამას პოლიფარმიცია ეწოდება. მისი შედეგია ის, რომ წამლის გვერდითი ეფექტი სინამდვილეში საკვები ნივთიერებების ნაკლებობით არის გამოწვეული. ადამიანი ისევ მიდის ექიმთან, იღებს ახალ პრეპარატს და ეს ციკლი უსასრულოდ გრძელდება. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რაზე მოქმედება აქვს წამლებს, რა გვერდითი ეფექტები ახლავს და როგორ უნდა შევავსოთ დაკარგული საკვები ნივთიერებები, სანამ გვიან არ არის. USDA Organic, GMP, Informed Choice. მინდა მიმართო ბატონს, რომელიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს კომპანია Live-Good-ის პროდუქტის შესახებ. თქვენთვის არგად უნდა იყოს ცნობილი, რომ Live-Good-ის პროდუქტები სერტიფიცირებულია მსოფლიოს ყველაზე მკაცრი სტანდარტებით და მოწმდება საერთაშორისო დამოუკიდებელ ლაბორატორიებში. ისინი არ შეიცავენ GMO სინთეთიკურ ქიმიკატებს, ხელოვნურ საღებავებსა და კონსერვანტებს და შექმნილია ჯანმრთელობის გაჯანსაღებისთვის. და მაინც თქვენ საჯაროდ აყენებთ ეჭქვეშ მათ ხარისხს. მაშინ, როცა ქართულ და ზოგადად მსოფლიოს აფთიაქებში უპრობლემოდ იყიდება წამლები, რომელთა გვერდითი ეფექტები ოფიციალურად მოიცავს გულის უკმარისობას, ღვიძლის დაზიანებას, ნერვული სისტემის დარღვევებს და სიკვდილსაც კი. მინდა დავსვა პირდაპირი კითხვები. თუ თქვენი მოვალეობაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, რატომ არ არსებობს მკაცრი კონტროლი წამლებზე, რომლებიც დადასტურებულად იწვევენ მძიმე გვერდით ეფექტებს? რატომ არ ვრცელდება საჯარო სია იმ მედიკამენტებისა, რომლებიც რეგულარულად აზიანებს პაციენტის ჯანმრთელობას? რატომ არ არის სავალდებულო გამაფრთხილებელი ეთიკეტები წამლებზე, როგორც სიგარეტს და ალკოჰოლზე? ვინ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევებზე, როცა დანიშნული წამალი ავნებს პაციენტს? სამინისტრო, ექიმი თუ ფარმაცევტული კომპანია? რატომ იგნორირებს ზოგიერთი ადამიანების ჯანმრთელობაზე მზრუნველი პრევენციულ და ბუნებრივ დანამატებს, როცა კვლევები ამტკიცებს უმეტეს მათგანის ეფექტიანობას? თუ USDA-ის Organic და GMP სერტიფიკატი არ არის საკმარისი ხარისხის მტკიცებულება, მაშინ რა არის თქვენთვის საკმარისი? როგორ ხდება, რომ სერტიფიცირებულ პროდუქტებს აკრიტიკებთ, ხოლო წამლები, რომლებიც მძიმე გვერდით მოვლენებით სიკვდილსაც კი ითვალისწინებენ, აფთიაქებში თავისუფლად იყიდება? Live-Good-ის პროდუქტები მოწმდება ლაბორატორიებში ხშირად უფრო მკაცრად, ვიდრე ნებისმიერი წამალი, რომელიც შედის აფთიაქში. შეგიძლიათ წარმოადგინოთ დოკუმენტი, რომელ ლაბორატორიაში და რა შედეგებით გამოიკვლიეთ Live-Good-ის პროდუქტი, სანამ ეჭქვეშ დააყენებდით მის ხარისხს. თქვენთვის უფრო მისაღებია წამლები, რომლებიც პაციენტს სამუდამო კლიენტად აქცევს, ვიდრე დანამატები, რომლებიც ჯანმრთელობის პრევენციას და გაუმჯობესებაში უწყობს ხელს. როდესაც მივიღებთ ოფიციალურ საბუთებს და საერთაშორისო დამოუკიდებელი ლაბორატორიების მტკიცებულებას თქვენი მხრიდან,
რომ ლივგუდის პროდუქტი ზიანს აყენებს და არა 100%-ად ორგანულია, ლივგუდის, რომელიც მსოფლიოს 220-ზე მეტ ქვეყანაშია შესული და მსოფლიოს მიერ აღიარებული როგორც ყველაზე სანდო კომპანია მსოფლიოში, რომელიც მსოფლიოს სტანდარტებით საუკეთესო კომპანიების 5%-შია შესული. ასევე თუ დაამტკიცებთ, რომ რომელიმე ფარმაციის ან სხვა კომპანიის პროდუქტს, ასევე როგორც ლივგუდს 25-26 მაღალი რანგის სერტიფიცირება აქვს, ლივგუდს, რომელსაც სრულიად ახალგაზრდას ზუსტად 2 წელია ტოპ ადგილები უკავია და ათეულს შორისაც კი პირველი ადგილი უკავია და ასევე 3A+ სტატუსი მიენიჭა. თუ მოახერხებთ ასეთ მძლავრ მსოფლიო დონის კომპანიასთან და მის პროდუქტებთან შეჭიდებას, ეს უნდა მოხდეს სრული დოკუმენტაციის საფუძველზე და არა ჭორიკანა ქალივით უსაფუძვლო სიტყვების სროლით და მხოლოდ იმ ადამიანებზე გათვლით, ვისაც საერთოდ არ ესმის, რაზე საუბრობთ და გულუბრყვილოდ უჯერებენ იმას, რაც თავად არ ესმით. მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ რაღაც პოზიცია გიკავიათ სახელმწიფოს დონეზე, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას ტყუილები დაავსოთ მოსახლეობის გაუთვითცნობიერებელი ნაწილი. თუმცა იმის საფუძველზე, რაც აქამდე გიწარმოებიათ, ნამდვილად არ გამოირჩევით საუკეთესო რეპუტაციით. ამიტომ ჩემი უმორჩილესი რჩევაა უფასოდ. ნუ იხარჯებით ზედმეტად. ჩაიხედეთ თქვენს გულში, ჩაიკითხეთ საკუთარ სინდის, რამდენად სწორ და სამართლიან პროპაგანდას ეწევით და დაფიქრდით ერთ ძალიან მნიშვნელოვან ჭეშმარიტებაზე. ადამიანი იმით არ ფასდება, თუ რა მოიტანა, როდესაც მოევლინა სამყაროს, არამედ იმით, რა დატოვა ამ სამყაროში, რომ მონანიების ფილმის გმირივით საკუთარმა შვილმა არ ამოთხაროს მიწიდან, როდესაც ის განისვენებს და არ გადააგდოს კლდიდან, როგორც არასაჭირო ნივთი, უშველებელი ზიზღით. ფარისევლები რომ უგრძალავდნენ ხალხს ქრისტე მიეღოთ, მან ასეთი პასუხი გასცა: არც თავად შედიხართ სასუფეველში და შემსვლელსაც უშლითო. ბრმა რომ ბრმას გაჰყვება, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიანო. ნუ იმეტებთ მეამით და გულუბრყვილო ადამიანებს ასეთი შემართებით. ძლივს იგრძნეს მათ შვება ამ დალოცვილი კომპანიის მეშვეობით. დადგება დრო, რომ მართლაც ვერ აპატიებთ საკუთარ თავს, რადგან განსაკუთრებულ მოვლენასთან გაქვთ საქმე და ვერ ხვდებით კომპანია ლივგუდის სახით. შეგეხმიანოთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, პარტნიორებო, ქალბატონებო, ბატონებო და საერთოდ ზოგადად საქართველოს საზოგადოებო. მე საერთოდ ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ არ ვრიაგირებ იმ ადამიანებზე, თუ ისინი ამას არ იმსახურებენ. მე მხოლოდ შეიძლება ახსნა განმარტება დავუდო იმ ადამიანს, ვინც ამას იმსახურებს და ვინც ღირსეულია. ეს ადამიანი, ვიზეც არის ამხელა აჟიოტაჟი გამოწვეული, მე არც კიდევ ვასახელებ, იმდენად პოპულარული გახდა ის ლივგუდის წყალობით და კიდევ უფრო პოპულარული, ვიდრე აქამდე იყო თავისი არასწორი საქმეებით, ასე ვთქვათ, ხო? მე ნამდვილად არ ვიცნობ, ეს უბრალოდ სხვა ადამიანების მიერ მაქვს მოსმენილი და იქიდან საუბრობ, ბეჭედს არ ვარტყავ ამას, მაგრამ დღევანდელი მოქმედებიდან დასტურდება ის, რაც ჩემ ყურამდე აქამდე მოვიდა. ამიტომ დღეს რომ მე რაღაცა განცხადებებს ვაკეთებ, თუნდაც ეს ვიდეო რგოლი რომელიც დავდე და აი ახლა რა ახსნა გამარტებასაც ვაკეთებ, ამას ვაკეთებ თქვენთვის. ამის წინამორბედი ახსნა განმარტება ზუსტად თქვენ გეწყნებათ ძვირფასო საზოგადოებავ, არანაირად ამ ადამიანს, იმიტომ რომ საერთოდ არ მაინტერესებს ეს ადამიანი რას აკეთებს, რას მოღვაწეობს, რითაა დაკავებული, ეს ჩემ ინტერესებში არანაირად არ შედის და მე ვფიქრობ, არც თქვენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. ის ასრულებს ვიღაცის თამაშში რაღაცა როლს. ანუ არქიტექტორი აქ სხვა არის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს ადამიანი არის უბრალოდ მსახიობი ამ ფილმში.
რაც შეეხება იმას, რაც მან განაცხადა, ეს არის ყველა მიცი და ყველა ხვდებით დღეს რა ფენომენთა გვაქვს საქმე, რა არის კომპანია ლივგუდი, რომ ეს არის ბუმბერაზი კომპანია, რომ მას გააჩნია შეუდარებელი პროდუქტი, რომელიც არა ჩემს მიერ, ჩემო ძვირფასებო, არამედ მსოფლიოს მიერ არის ეს ყველაფერი აღიარებული. და ეს არ არის რაღაცა ახალი სიტყვა, ხო? ყველა ვიცით რა არის ლივგუდი. ასეთ ბუმბერას კომპანიას ის ვერ გამოუცხადებს წინააღმდეგობას. მას მხოლოდ შეუძლია წეროს და იკითხოს, იმიტომ რომ თუ სერიოზული წინააღმდეგობები წამოიწყო ამ ბუმბერაზი კომპანიის და მისი ბუმბერაზი პროდუქტების მიმართ, რა თქმა უნდა, მას აქეთ შემოუბრუნდება პრობლემები და აქეთ მას ექნება ძალიან სერიოზული ახსნა-განმარტება დასადები. თუნდაც ამ ცილის წამებაზე მას უკვე ეკუთვნის ახსნა-განმარტება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის ვერ გააკეთებს წინააღმდეგობას, ვერც ერთი ლაბორატორია ვერ დაუდასტურებს იმას, რომ კომპანია ლივგუდის პროდუქტი რაღაცა მავნებლობაა და ასე შემდეგ. გასაგებია ყველასთვის ეს, რომ ეს არის უბრალოდ სერიოზული პრობლემა მათთვის, იმიტომ რომ ძალიან მალე ჩემმა ერთმა პრეზენტატორმა მოგახსენდათ კიდეც და ვეთანხმები 1000%-ით, რომ ძალიან მალე აფთიაქებში აღარავინ აღარ შევა. ძალიან მალე აღარ ეყოლებათ ონკოავადმყოფები, აღარ ეყოლებათ შაქრის დიაბეტიანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის მათი წუხლი, რომ მათ ჯიბეში აქედან გამომდინარე ფული ვეღარ შევა. აი ეს არის ძირითადი ფილოსოფია აქ რაც ხდება. მეტი არაფერი. არსებობდა აქამდე ეს კომპანიები Herbalife, Greenway და სხვა ის დანარჩენი კომპანიები, ქსელურები, რომლებიც წლები არსებობენ საქართველოს ბაზარზე, მაგრამ არავის ხმა არ გაუღია საერთოდ და არავის არაფერი არ უთქვამს. ეს არის გამიზნული მოქმედება. 40 წლის შემდეგ გაახსენდათ კომპანია Herbalife, რომელიც პროდუქტის თურმე ზიანს აყენებს საზოგადოებას და 40 წელი რომ ზიანს აყენებდა თურმე ეს არაფრად არ მიაჩნდათ, მაგრამ ახლა გაახსენდათ. რატომ გაახსენდათ? გაახსენდათ იმიტომ, რომ შემოვიდა კომპანია ლივგუდი, არა ქსელური, არამედ ბუმბერაზი კლუბური სისტემა, რომელმაც ფაქტიურად წაიყვანა მათი პაციენტები, მათი კლიენტები და მოიზიდა თავისკენ. რატომ მოიზიდა? იმიტომ რომ შედეგი აჩვენა ამ პროდუქტმა. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ლამაზ ქალბატონზე, უშნოაო, თვალნათლივია და ყველა ხედავს რომ ის ლამაზია და თუ ვინმე ამას სიტყვის ეს ამბობს, იმიტომ რომ მას შურს მისი და მას არ მოსწონს ის რომ ის თავად უშნოა და ის ქალბატონი ლამაზია. ძალიან ისეთი შედარება მოვიყვანე, მაგრამ ფაქტი ეს არის, რომ საქმეც იმაშია, რომ დღეს ლივგუდის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის ყელში გაეჩხირათ. იმიტომ გაეჩხირათ, რომ აქ არის უმაღლესი ფასდაკლება, აქ არის უმაღლესი ხარისხი და ეს ხარისხი იზიდავს ადამიანებს და ეს ფასდაკლებაც იზიდავს ადამიანებს. აქამდე ის ქსელური კომპანიები ასეთ ფურორს ვერ ახდენდნენ, ამიტომ ისინი მაინც და მაინც ხელს არ უშლიდათ მათ. მაგრამ ლივგუდი რეალურად ხელს უშლის, იმიტომ რომ ის, ვისაც აქამდე არ შეეძლო თუნდაც ის უხარისხო პროდუქტის ყიდვა სხვადასხვა კომპანიებიდან, დღეს მისაწვდომი გახდა ადამიანებისთვის პროდუქტის ყიდვა და თანაც უნიკალური მაღალი დონის მეგა პროდუქტის ყიდვა. და ეს რომ შესაძლებელი გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა მარტო იმ სასწაულს კი ვერ მიაგნეს, რასაც აკეთებს ლივგუდის პროდუქტი, არამედ მიაგნეს იმას, რომ ეს პროდუქტი მათთვის მისაწვდომი გახდა და მათ არ უჯდებათ დიდი თანხები ამ პროდუქტის ყიდვა. აი ეს უკვე საშიშროებას წარმოადგენს მთელი ფარმაციისთვის და ასევე მთელი კლასიკური მედიცინისთვის. და საერთოდ ჯანდაცვის სისტემისთვის. და ეს ადამიანი სწორედ სახელმწიფო მოთამაშეა აი ამ არქიტექტურულ, აი ამ რეჟისორულ დადგმაში. რატომ ჩამოუარა ყველა ამ კომპანიას, რომლებიც წლებია არსებობენ უკვე საქართველოს ბაზარზე? იმიტომ ჩამოუარა, რომ არ დაიბადოს კითხვები, რატომ ლივგუდი
რატომ, როდესაც ასეთი საოცარი პროდუქტები აქვს, თუ ლაპარაკია ბიოდანამატებზე, მაშინ სხვა ბიოდანამატებს რატომ არ ეხება? ამიტომ არის ზუსტად რომ 40 და 30 წელი რომ ბაზარზე არიან საქართველოს ბაზარზე ეს კომპანიები, ხელი არავის არ უხლია აქამდე და ჯანდაბას წაუღია თქვენი თავი დახოცილ ხართ თუ გინდათ იმ პროდუქტითო და დღეს რომ ლივგუდი შემოვიდა, აი ამან უკვე რეალური საშიშროება წამოჭრა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დაუარეს ასე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ცოტა დღეს ისეთი საუბრით საუბრობ, ცოტა ბევრ ჟარგონს ვაყოლებ, იმიტომ რომ სხვას არაფერს იმსახურებს დღევანდელი მდგომარეობა და აი ეს ბაღდადური დაუარეს სულ ყველა აბსოლუტურად კომპანიებს, რომლებიც საერთოდ არც კი ახსოვდათ თუ იყვნენ საქართველოს ბაზარზე და დღეს გაახსენდათ ისინი, გაახსენდათ იმ მიზნით, რომ მათ დაუარონ, რომ ლივგუდამდე მოვიდნენ. იმიტომ რომ სამიზნე არის რეალურად ლივგუდი. ზუსტად ლივგუდის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამომეორდები გაეჭხილათ ხელში. აი, რომ არ დაიხრჩნონ, ამისათვის ეს მოძრაობები წამოვიდა. თუმცა ვერაფერს ვერ გახდებიან, იმიტომ რომ ეს პროდუქტი, ეს კომპანია უკვე მსოფლიო მასშტაბებისაა. ეს პროდუქტი არის აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ. მას აქვს ყველაზე მაღალი რანგის სერტიფიკატები. 25 სერტიფიკატი ჯერ ისტორიას არ ახსოვს, რომელიმე პროდუქტს ჰქონდეს და რომელიმე კომპანიას ჰქონდეს. თანაც უბრალოდ სერტიფიკატები კი არა, ჩემო ძვირფასებო, ყველაზე მაღალი დონის სერტიფიკატები. რაც შეეხება რაზეც იყო საუბარი ევროკავშირთან დაკავშირებით, ამაზე მე უკვე ახსნა განმარტება წინამორბედ, ასე ვთქვათ, მოხსენებაში დავდე, აღარ გავმეორდები, იქ მოისმეთ თქვენ ყველა არგუმენტს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამიტომ მე არც კი ვთვლი საჭიროდ და ღირსად ამ ადამიანს და საერთოდ იმ ადამიანებს, ვინც ასეთი აბსურდით არის დაკავებული, რამე პასუხი გავცე და რაღაცნაირად მათ კომენტარებს შევეპასუხო. იგნორი ყველაზე დიდი ძალაა. ამიტომ მე იგნორს ვუწევ მას და საერთოდ იმ საზოგადოებას, ვინც ასეთი აბსურდული კამპანია წამოიწყო. მე ეს ახსნა გამარტება დავდე მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის, ჩემო ძვირფასო პარტნიორებო, ჩემო ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო, ჩემო ძვირფასო საქართველო. თქვენთვის დავდე ახლა მე ეს ახსნა გამარტება, რომ 1 გრამი ეჭვიც არ შეგეპაროთ იმაში, თუ რას წარმოადგენს ლივგუდის პროდუქტი. ლივგუდის პროდუქტმა თვითონ ისაუბრა თავის თავზე, ჩვენ უამრავი შედეგები გვაქვს. ეს არ არის მედიკამენტი, ეს არ არის წამალი, ეს არ არის ის, რაც კურნავს. ეს არის სუფთა პროდუქტი, რომელიც ასუფთავებს ორგანიზმს და შესაბამისად ავადმყოფობა იხევს უკან. აი ეს არის ლივგუდის პროდუქტი. ამან შედეგი დადო. სწორედ ამიტომ გამწარდნენ ეს ადამიანები. ვერაფერს ვერ გახდებიან. ზუსტად იცოდეთ, იმიტომ რომ ლივგუდის პროდუქტს ვერ შეედავება ვერავინ. მსოფლიოს ლაბორატორიებმა, მსოფლიოს საერთაშორისო ლაბორატორიებმა აღიარეს და ტესტი გაიარა ლივგუდის პროდუქტმა მსოფლიოს ამ ლაბორატორიებში. ამიტომ ვერც ერთ ლაბორატორიაში ვერ შევა, თუ არა მხოლოდ შესაძლოა რომელიმე საქართველოს იგივენაირ ლაბორატორიაში, როგორებიც თვითონ არიან და რომელთაც შესაძლოა რაღაცა გზებით მოახერხონ და რაღაცა დააწერირონ. ჩვენ ვიცით რაც ხდება საქართველოში, მე არ მინდა ამაზე საუბარი, ხო? ყველა ვიცით, ეს ახალი ხილი არ არის. ამიტომ საქართველოში შესაძლოა მან რაღაც მოახერხოს და მათმა რაღაცა მოახერხონ. რით და რანაირად ეს ვიცით ჩვენ, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე, საერთაშორისო ლაბორატორიებში, საერთაშორისო სერტიფიკატებთან დაკავშირებით ისინი ვერას ვერ გახდებიან. ვერაფერს გახდებიან აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს უკვე აღიარებულია. ლივგუდი აღიარებულია, ჩემო ძვირფასებო, ეს არის უკვე ბუმბერაზი კომპანია. ეს არ არის ქსელური მარკეტინგი, ეს არ არის არანაირი მიმართულება, ეს არის ლივგუდი ერთადერთი და განუმეორებელი. მას ვერავინ ვერ გაიმეორებს. ამიტომ ეს კომპანია, ამ კომპანიამ თავისი სიტყვა თქვა უკვე მსოფლიოში. ის არის ერთადერთი კომპანია, რომელიც 5%-ში შევიდა საერთოდ მთელ მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო კომპანიებს შორის. კომპანია ლივგუდმა დაიმსახურა 3A+, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე სანდო კომპანია.
კომპანია ლივგუდის პროდუქტმა კი უკვე ვისაუბრე, რაც დაიმსახურა. და არა უბრალოდ სიტყვებით, არა მხოლოდ სერტიფიკატებით, არამედ საქმით აჩვენა კომპანია ლივგუდის პროდუქტმა, რას წარმოადგენს და რა მხელა მწვერვალებზეა. ისე რომ ამ მწვერვალს ასეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ და საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ, ვერაფერს დაუშავებენ. მხოლოდ იმის ძახილის და იმის რაღაცა კომენტარების სახით, რომ დაწერენ, რომ ეს არ არის მიღებული. სხვა უბრალოდ არ შეუძლიათ. საერთაშორისო ბაზარს ისინი ვერ შეედავებიან. ამიტომ იყავით მშვიდად. ყველაფერი რიგზეა. გაუწიეთ იგნორი და აკეთეთ თქვენი საქმე. ისარგებლეთ ამ საოცრებით, მიიღეთ ეს საოცარი პროდუქტი, რომელმაც 100,000% დაამტკიცა თავისი თავი. აბსოლუტურად გამჭვირვალეა ყველა მთლიანი შემადგენლობა, რაც არის ამ პროდუქტში. ამას ხო ვერსად გაექცევია. გისურვებთ წარმატებას. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. უბრალოდ გთხოვთ, დაასრულეთ ეს თემა. არ ღირს ეს ადამიანი იმ პატივად, რომ ჩვენ სისტემატურად ამ ადამიანზე ვისაუბროთ. მას აქვს უკვე ის ავტორიტეტი, ის რეპუტაცია, რაც უკვე სანამ ლივგუძე დაიწყებდა საუბარს, მან უკვე მოიპოვა ეს რეპუტაცია. შესაძლოა მას სწორედ ასეთი სახით თითქოს და ადამიანებზე რომ ზრუნავს, ცდილობს რომ გამოასწოროს თავისი რეპუტაცია, მაგრამ პირიქით, ისეთ რაღაცას შეეხიდა, რომელსაც ვერაფრით ვერ შეედავება, რომელმაც უკვე თავისი თავი დაამტკიცა. რამდენიც არ უნდა იმღეროს და იცეკოს, წეროს და იკითხოს, რამდენიც არ უნდა იფხაკონოს, არაფერი არ ეშველება ამ ყველაფერს. ტყუილად ნერვებს ხარჯავს, ენერგიას ხარჯავს, დროს ხარჯავს. ამას გამოყვება მხოლოდ ის ადამიანები, ვინც არ არის საერთოდ გათვითცნობიერებული, რაზე საუბრობს. არგუმენტები თუ რა არგუმენტებიც მან წამოაყენა, მე არ შევხედო, არც კი შევსულა მის საიტზე, არც კი ჩავთვალე ღირსად, რომ მის საიტზე შევიდე. ეს უბრალოდ იმდენად ძალიან ახმაურდა ეს ადამიანი, რომ ამოტივტივდა უბრალოდ ჩემთან მისი ეს გახმაურება და რამასე თვალის გადავლებით დავინახე, რა ბოდვები აქვს იქ დაწერილი, რომელზეც პასუხის გაცემაც კი არ ღირს და საერთოდ რეაგირებაც კი არ ღირს. თუ რატომ რეაგირებ და რატომ აგიხსენით ეს ყველაფერი, თქვენი მხრიდან იყო გამოწვეული ეს აჟიოტაჟი და მინდა უბრალოდ დაგამშვიდოთ. თქვენ ხართ ძალიან საიმედო გემში. ვიყავით მშვიდად. თქვენთან ნანა ლომიძე იყო. დაიმახსოვრეთ ეს რაც გითხარით. ყველაფერი რიგზეა. არაფრის არ შეგეშიდეთ. ჩემო ძვირფასებო, როგორც კი დავასრულე თქვენთან საუბარი, შემეხმიანა რამოდენიმე პარტნიორი და მეკითხებიან, კომპანია მოახდენს თუ არა რეაგირებას ამ ყველაფერზეო. რა თქმა უნდა არ მოახდენს. ორი სიტყვით გიპასუხებთ. სპილო განაეტყვის ჭიანჭველას, გაიწიე რომ გავიარო? არა მგონია, უბრალოდ გაივლის. ჭიანჭველა კი თავის გზაზე წავა. ასევე ბუზი ბზუის და მერე მიფრინავს. ეს იგივე სიტუაცია, განსხვავება აქ არაფერია. რეაგირებას კომპანიებს შემთხვევაში ახდენს, როდესაც სერიოზული საფრთხე ემუქრება, მაგრამ ის 1000% არის დაწნებული საკუთარ თავში, საკუთარ პროდუქტში და ვიღაცა სადღაც რაღაცა ამბიციებით საუბრობს, ყველაზე რომ რეაგირება მოახდინოს კომპანია ლივგუდმა, ბუმბერაზმა კომპანიამ, მსოფლიო დონის კომპანიამ, რომელიც 220-ზე ქვეყანაშია შესული, მაშინ საქმე როდის უნდა აკეთოს. ყველას ეს ამბიციებზე და ყველას რაღაც ხუშტურებზე რომ კომპანიამ რეაგირება მოახდინოს, როდის იმუშაოს და როდის დააწყოს ის თავისი ბუმბერაზი გეგმები. ლოგიკურია, ხო? ამიტომ ეს თემა დავივიწყოთ. წარმატებები.